საფრანგეთში გლოვის დღეა. პარიზის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. სამართალდამცველებმა ძებნა ძმებს შერიფ და საიდ კუაშებზე გამოაცხადეს. შერიფ კუაში საფრანგეთის ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით 2008 წელს ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის იყო გასამართლებული. პატიმრობაში მან წელიწად ნახევარი დაჰყო. სატირულმა ჟურნალმა ტვიტერზე ბოლოს ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას მომხდართან კავშირი არ აქვს, თუმცა თინეიჯერი პოლიციაში რჩება. სპეცრაზმელები ქალაქში რეიდებს უკვე მეორე დღეა ატარებენ. საზარელი ტერაქტი გუშინ დილით მოხდა. შეიარაღებული პირები პარიზში სატირული ჟურნალის რედაქციაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ტერორისტები ალაჰ აკბარს სკანდირებდნენ. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი, კარიკატურისტები და ჟურნალისტები. თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზას, რომელზეც ეს ადამიანები იდგნენ. თავისუფლება. ისინი სწორედ ამ იდეას შეეწირნენ და ჩვენი გმირები არიან. ამიტომ საფრანგეთის მასშტაბით გლოვას დღეს ვაცხადებ. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მივაგებთ. დროშების 3 დღე იქნება დაშვებული. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარიზელებმა ქუჩაში გამოსვლა გუშინვე დაიწყეს. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილს ყვავილებით ამკობდნენ. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი თითქმის ყველა ქვეყანაში მიაგეს. უსამართლობაა ის, რაც მოხდა, ისინი სიკვდილს არ იმსახურებდნენ. ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ეს საყოველთაო ტრაგედიაა. თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე არ ეხება მხოლოდ საფრანგეთს. ისინი დიდსულოვანი და კეთილშობილი ადამიანები იყვნენ. ამიტომაც მოკლეს მათ, ვისთვისაც ეს ღირებულებები არაფერს ნიშნავს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ. ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ბარაკ ობამამ, ანგელა მერკელმა, დევიდ კემერონმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დაგმეს მომხდარი და საფრანგეთის ტერორისტების გამოვლენაში მხარდაჭერა აღუთქვეს. ჟურნალისტებზე თავდასხმა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ეშინიათ ტერორისტებს სიტყვის თავისუფლების. ჯერა რომ ამ ღირებულებას ზალადობით ვერ მოერევიან. საფრანგეთი ჩვენი უძველესი პარტნიორია. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ 11 სექტემბერს და დღესაც ჩვენთან ერთად იბრძვიან ტერორისტების წინააღმდეგ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად დავდგეთ. პარიზში მომხდარი ტრაგედია არის ბარბაროსული აქტი და ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც მთელი მსოფლიო იზიარებს. ფრანგ ხალხს თანავოგრძნობთ, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ მხარს უჭერთ სიტყვის თავისუფლებას. მომხდარის გამო დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ელისეის სასახლეში ნიკოლას სარკოზის შეხვდა. მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა ტერორისტული აქტი იყო. მე სახელმწიფო მეთაურის მოწვევას დავთანხმდი იმისათვის, რომ გვებჭელა ეროვნულ ერთიანობაზე, რომელზეც ფანატიკოსებმა შეტევა განახორციელეს ცივილიზაციისა და რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტით. ხედავ ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობას, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს ბარბაროსებისათვის პასუხის გასაცემად. საფრანგეთში ტერაქტის გამო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის სადგურებზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ რესტორანში დღეს აფეთქება მოხდა. პარიზის გარეუბან მონრუსში კი ორმა შეერაღებულმა თავდამსხმელმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.